სასტუმრო ინდუსტრია ქონების გადასახადის გადავადებას ან განვლებას ითხოვს. ვადა, როდესაც სექტორმა ეს გადასახადი უნდა გადაიხადოს 1 ივნისია. თუმცა როგორც დარგში განმარტავენ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო სასტუმროებში უამრავი ჯავშანი გაუქმდა და ახლა სექტორი ფაქტობრივად კრიზისული ვითარების წინაშე დგას. ამიტომ ინდუსტრია სურს, რომ ქონების გადასახადი გადაუვადდეს და გადაუნაწილდეს, რაც სასტუმროებს დაეხმარებათ თანხების საოპერაციო ხარჯებისკენ მიმართონ. ეს საკითხი სექტორის წარმომადგენლებმა გასულ თვეში ტურიზმის ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრაზეც დააყენეს. იქნება ეს გადავადდეს, ისევე როგორც კოვიდის დროს მოხდა და კი ძალიან დაგვეხმარება ეს რომ გადავადება მხოლოდ და რა თქმა უნდა თუ განვლება იქნება ეს ჩვენთვის იდეალური იქნება ისედაც სასტუმრო სფეროსთვის სეზონურობით რომელიც გამოირჩევიან მაისის პერიოდი მაისი რომ თავდება და 1 ივნისი მოდის ამ დროს სასტუმროებს განსაკუთრებული ფულის რეზერვები არ აქვთ. ჩვენთვის ყოველთვის ქონების გადასახადი სამომავლოდაც რომ დარჩეს 1 ოქტომბერს აბსოლუტურად იდეალური იქნება. იმიტომ რომ დაბალი სეზონი, ეგრეთ წოდებული საშუალო სეზონი იწყება 1 ნოემბრიდან და მომდევნო წლის დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში შედის პიკში. შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი რაღაცა გარკვეული თანხები რაც ჰქონდა დაზოგილი სასტუმროს, უფრო საოპერაციო მხარეში ეხარჯება. ნაწილმა შემოსავლების სამსახურს ქონების გადასახადის გადანაწილების თხოვნით უკვე მიმართა. სვანეთში მდებარე სასტუმრო ფალიანი ერთ-ერთია, რომელსაც თხოვნა დაუკმაყოფილდა და აღნიშნული გადასახადი 1 წელიწადზე გადაუნაწილდა. ექნება ნაწილ გადასახდელი, რაც დიდი შეყავათი არის, იმიტომ რომ ერთიანად ძალიან დიდი თანხა გამოდის და შეუძლებელია ესე ერთბაშად ამხელა თანხის გადახდა იმ დროს, როდესაც არც შემოსავალია და არც კარგი მოლოდინი არ არის ჯერჯერობით საფულის სეზონის. სასტუმრო სექტორში ფიქრობენ, რომ შექმნილ ვითარებაში ბიზნესისთვის გადასახადების დროებით გადავადება საკმარისი არ არის. არამედ სექტორის გადასარჩენად აუცილებელია საშემოსავლო ქონების გადასახადისა და დღგ-ს განაკვეთების რეალური შემცირება. მასპინძლობის სექტორში განმარტავენ, რომ გაძვირებული კომუნალური ხარჯების ფონზე არსებული საკადასახადო წნეხი ბიზნეს განვითარების საშუალებას არ აძლევს და ბევრ მათგანს გაკოტრების პირას აყენებს. ჩვენ გვჭირდება შემცირებული გადასახადები იმისთვის, რომ მეტი აკუმულირება მოხდეს გადასახადების ბიუჯეტში. აი ნახეთ რას გულისხმობ. იმის ფონზე რომ გაძვირებული არის კომუნალური გადასახადები და ახლა ბოლოს გაგვიცურდა კიდევ ელექტროენერგიის გადასახადი, გაძვირებული ელექტროენერგიის, გაძვირებული გაზის, გაძვირებული საწვავის, გაძვირებული გაზრდილი ხელფასების ფონზე ჩვენ ამხელა საშემოსავლოს, ამხელა ქონების გადასახადს, ამხელა დღგ-ს რომ ვიხდით, დამერწმუნეთ რომ ან კოტრდება მერე და ძალიან ბევრი უბრალოდ ნახეთ, რამდენი სასტუმრო იყიდება. ჩვენ ზოგადად არ გვაქვს მოქნილი საკადასახადო სისტემა და ვთვლი რომ მცირე ბიზნესს უფრო მეტი შეღავათი უნდა ჰქონდეს ვიდრე აქვს. და ზოგადად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული მცირე ბიზნესის განვითარებით, მათ შორის გადასახადების შემცირების ხარჯზე. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, თუ მცირე ბიზნესი არ განვითარდა. ამ დროისთვის სასტუმროები კვლავ ჯავშნების მასიურ გაუქმებაზე ჩივიან. მარტიდან დაწყებულმა პროცესმა სექტორი რთული ვითარების წინაშე დააყენა. საკმაოდ კარგი რაოდენობის ჯავშნებით ველოდებოდით საფულს. უბრალოდ, აი თუნდაც დღეს მაგალითად 4 დიდი ჯგუფი გაგვიუქმდა სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისგან, სხვა სასტუმროებსაც შეეცდით გაუქმების წერილები და აი ეს არის ნამდვილად საგანგაშო, იმიტომ რომ თუ ეს საფულის სეზონიც ჩავარდა, სვანეთისთვის, სადაც სეზონური არის ტურიზმი, სადაც ზამთრის სეზონი პრაქტიკულად ყოველ წელს წარუმატებელია ხოლმე ელექტროენერგიის და ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო, ამ დროს კიდევ საფულის სეზონის ჩავარდნაც გამოიწვევს ძალიან უარყოფით შედეგს. როგორც კი სტაბილურდება სიტუაცია, მაშინვე ჩნდება ახალ-ახალი ნაკადები. თუმცა ვაღიარებ, რომ არც ისეთი კარგი სიტუაცია გვაქვს ახლა, როგორი მოლოდინიც გვქონდა. პრინციპში საკმაოდ მძიმედ დგას და ველოდებით ახალი ნაკადების დადასტურებას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით პირველ კვარტალში ტურიზმის მაჩვენებლებში რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ადმინისტრაციის თანახმად სამ თვეში საქართველოს 997,529 ტურისტი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. საუბარია იმ ვიზიტორებზე, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე დიდხანს დარჩნენ. თუმცა როგორც ჰორეკა სექტორში აცხადებენ, იანვარ-თებერვალში ტურისტული ნაკადების პოზიტიური ტენდენცია მართლაც შეინიშნებოდა. თუმცა მარტი ახლო აღმოსავლეთის ომის გამო სრულად ჩავარდა და ციფრები და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება.